ციხის დატოვებიდან 2 წლის თავზე ოლიგარქის პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი ისევ დააკავა. ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტს მუქარას ედავება. პროპაგანდისტულ იმედს კი დააწერინეს, რომ თითქოს ის ბარის თანამშრომლებს დაემუქრა, რომ მათ მოკლავდა. ლაზარე გრიგორიადისი 2023 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა აქტივისტი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მანამდე რეჟიმი აქტიურად აწარმოებდა ახალგაზრდა კაცის დისკრედიტაციის კამპანიას. იზივე კუა არკვევს დაკავების დეტალებს, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ლაზარე გრიგორიადის არ ყავს უფლება დამცველი, მეტი დეტალი ჩვენთვის არ არის ცნობილი თუ რეალურად რა მოხდა და რასთან აქვს ლაზარე გრიგორიადის ამჯერად საქმე, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აღწევს ინფორმაციას, სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით არის დაწყებული გამოძიება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუქარას და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახს, კერძოდ მის ბაბუას, რომელიც ფორმულასთან ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად მოხდა დაპირისპირება ბარში, რომ ბარზეა საუბარი, ტერიტორიულად სად არის ის ჯერჯერობით მისთვისაც კი უცნობია, თუმცა ბაბუა აღნიშნავს იმას, რომ არ იცის ის დეტალები, რეალურად რა მოხდა ლაზარე გრიგორიადისსა და ეგრეთ წოდებულ დაზარალებულს შორის, მისთვის მხოლოდ ეს ფაქტი არის ცნობილი, რომ რაღაც დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ასევე გვამცნობს იმასაც, რომ სამოქალაქო აქტივისტი დაახლოებით 1 კვირაა, რაც საქართველოში დაბრუნდა და სწორედ ამ დროს მოხდა ეს ფაქტი, დეტალები როგორც გითხარით არ არის ჩვენთვის ცნობილი. ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ასევე ამბობს იმასაც, რომ საბარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი გადაყვანილი არის სახესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში, ჯერჯერობით ამ ფაქტს არ გვიდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არის ის, რომ ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველი, მას შესაძაც ოჯახი აიყვანს, შევა უკვე მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში და უფრო მეტი დეტალი გახდება ამის შემდეგ ცნობილი და აქვე დავაზუსტებ იმასაც მაყურებელთან, რომ დღესვე საბარაუდოდ უკვე გამომძიებლები შევლენ სამოქალაქო აქტივისტთან, გააცნობენ მას ბრალის დადგენილებას, რის შემდეგაც უკვე ბრალს წარუდგენენ და თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით ლაზარე გრიგორიადის ემუქრება, ან ჯარიმა, ან შიდა პატიმრობა, ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. რა იცით რა მოხდა საერთოდ რის საფუძველზე დააკავეს, იმიტომ რომ ისეთ ბარში ხო? და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვიღაცასო და ანუ ლაზარე ამას არ შეხვედრი ხართ და არ იცით? ამას საიდა. გაუგრებული. თბილისში მოხდა ეგ ყველაფერი? ეგეც არ ვიცი ტერიტორიულად მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ხო არაფერს არ გეუბნება. დასული იყო ლაზარე ერთი წელი საზღვარგარეთ იყო და გამოვიდა ერთი წელი ჩამოსულია. გამოვიდა და ექსპერიაში ისე უკან გასწრა საპირეა მომენაკლება გახავდა სამბაური. აზიანავა რაიო საერთოდ არ ვიცი და მაშინ სამეცნიერო დოველაპარაკე როშევეკიცე ალბათო იყო დაქვია ზაგეში სადავიყვან. ეს არ არის ლაზარე გრიგორიადისის პირველი დაკავება, ის რუსული კანონის აქციების დროსაც დააკავეს, მას ედავებოდნენ პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლას და ასევე საპატრულო მანქანის დაწვას. შემდეგ პირველი ინსტანციის მოსამართლე ზვიად ჩარაძემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ზუსტად 2 წლის წინ 2024 წლის 24 აპრილს ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.